დავბრუნდით ღია ეთერში და ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლო სტუმარია კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარაიშვილი. ბოლო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში აშკარად გააქტიურდა როგორც რუსეთის პოლიტიკური და ადმინისტრაციული წარმომადგენლების სტუმრობა, მოძრაობა, ისე სხვადასხვა საერთაშორისო კონტაქტის იმიტაციის მცდელობები. ამის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მაგალითი ამ დღეებში ვნახეთ, როდესაც აფრიკული განას ერთ-ერთი ქალაქის სუჰუმის დელეგაცია სოხუმს ეწვია და ამ მხარეებმა ქალაქების დაძმობილების შესახებ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. ერთი შეხედვით ეს შეიძლება კურიოზული ისტორიად გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალურად ბევრად უფრო ფართო პროცესის ნაწილია. იმ დროს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი რუსეთის პოზიციებს ასუსტებს, ნატოს ანკარის სამინდი კი აჩვენებს, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს, კრემლი ცდილობს საკუთარი გავლენების ზონებში კონტროლი და პოლიტიკური პოზიციები გადაასხვიოს. ამავე დროს რეგიონში იზრდება თურქეთის როლი. ხოლო საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ნაკლებად ჩანს პროცესების აქტიურ მონაწილედ, რაც ბუნებრივია, გავლენას ახდენს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გაწყობებზე, ისე იქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. სწორედ ამ ტენდენციებზე და მათ შესაძლო შედეგებზე ვესაუბრებით ბატონ პაატა ზაქარაიშვილს. ბატონ პაატა, მოგესალმებით. ამ კადრებს რო უყურებთ, ერთ-ერთი თავარი კითხვა ის გამიჩნდა, რომ იმ უცნაურ ხალხს სოხუმის ბულვარში სეირნობისას საჩtildeობთ რატო დაყვებიან, შეიძლება გავიგოთ, მაგრამ დახურულ სივრცეშიც საჩtildeობ რაღაც სხვა საკრალური მნიშვნელობის მატარებელი არის ეს ჟესტი ალბათ. ხო, თქვენ ხომ არ გაქვთ რამე? არა, მოგესალმებით. მიესალმები მაყურებელს, მაგრამ აფხაზეთშიც ეს გამოიწვია ესეთი დამოკიდებულება და საკმაოდ ბევრი ირონიული წერილები იყო, სწორედ რატო ასე დაჭიდა შენობაში ამ კოლგის გამოყენება და მე ზოგადად ინატრა აფხაზურ მხარემ ისე აჩუქა რაღაცები, მათ შორის მაგალითად ყანწი და რაღაცები და ყველა ამბობდა აფხაზე ეს კოლგა გვაჩუქონო ერთ არ შეიძლება რომ იქ რაღაცა გადმოყვეს ობას რაღაც გარკვეული მისტიკური რაღაც ქვია რაღაც ენერგიაო და ყველა კითხულობდა თუ ქალაქის მერს ასეთი პატივით დაყვებიან, წარმოგიდგენიათ როგორ დაყვებიან პირველ პირს ამ სახელმწიფოს პირველ პირს განის რა პრეზიდენტს ალბათ. ნუ თავისთავად მართლა ძალიან ისეთი ეგზოტიკური გამოხატულება არის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ურთიერთობების ახალ, მაგრამ ნუ ბუნებრივია რომ ეს არის ნაწილი არის იმ ცდილობისა, რომ რაღაცა ტიპის საერთაშორისო სისტემის ნაწილად თავი წარმოიდგინონ. თუმცა რაც სერიოზულად მართლაც უფრო აქტიურ ფაზაში აშკარად გადასული კირიენკოს პირდაპირი გავლენების გამტკიცების კუთხით იქნება ეს ცხინვალში თუ სოხუმში, იმ წინა გამოცდილებებიდან, წინა ისტორიიდან, წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც ზოგადად რუსული მმართველობის სისტემა, სტრუქტურას რაც ახასიათებდა, რომ ადგილებზე წარმოდგენილი კლანები სარკობრივად არეკრილები იყვნენ თავიანთი კონტაქტებით ცენტრალურ დონეზე მოსკოვში, სხვადასხვა პატრონები ყავდათ, ეს შემდეგ სხვადასხვა პატრონაჟი აისახებოდა ადგილებზე, პროცესებშიც და პირისპირებაშიც. ბოლო ხანებში რასაც თვალს ვადევნებთ, აშკარად კირიენკოს მოდავე და კონკურენტი ამ პროცესებში არ ყავს, ის არის აღჭურვილი სრული კლეომოსილები და თვითონაც ძალიან აქტიურად მოქმედებს. თან კირიენკო წარმოშობით სოხუმიდან არის. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი, რა ეტაპზეა გადასული კრემლის პოლიტიკა ოკუპირებულ აფხაზეთთან და მათ შორის საქართველოსთან. ხო, კარგი ცხინვალად დააყოლეთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ცხინვალის გარეშე ძნელ დასახსნელი იქნებოდა. 2008 წლის შემდეგ, ოკუპაციის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა დაამკვიდრა გარკვეული მმართველობითი სისტემა. მანამდე აღიარებული არ ჰქონდეს ტერიტორიები, სხვა რამე იყო 2008 წლამდე, 2008 წლის შემდეგ იცვლება არა ომის გამო და არა მარტო ომის გამო, იცვლება მმართველობა და იქ როგორც წესი ადგილზე რუსეთი ეყრდნობა ადგილზე ადგილობრივ ელიტას.
კულტურულად რო თქვათ, კლანებს, რაღაც მაფიოზურ სტრუქტურებს, კრიმინალურ სტრუქტურებს, ხინვალში უფრო გამოკვეთილია კორუმპირებულ სტრუქტურებს და მათი მონაცვლეობით ადგილობრივი ლეგიტიმაციიდან გამომდინარეც კი საეჭვო ვითარებებში ჩამოგდებები, რაღაც რევოლუციური ფორმები, რაღაც ფორმებით, ქვია, მუდმივად ხდებოდა ცვლილებები ადგილზე არსებული რესურსებით. პირველად 2008 წლის შემდეგ მოსკოვი ცვლის, კაფიო ცვლის თავის დამოკიდებულებას და მართლობის სისტემას როგორც ხინვალში, ისე სოხუმში და რა არის? მოსკოვი პირდაპირ მართლობის სისტემა შემოაქვს. აშკარად ჩანს, რომ ეს არ ეხება მხოლოდ სოხუმს და მხოლოდ ხინვალს. საქმე ისაა, რომ ხინვალში გამოაგზავნა საკმაოდ მაღალი დონის ჩინოვნიკი, კამბოლოვი, რომელიც მანამდე იყო რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე. ეს ხუმრობა არაა. და მე საკავშირი ჩვენმა თავმა გამოიარა, ამიტომ კარგად ვიცით რა არის განათლების სისტემა, საბჭოთა სისტემა, ეს სისტემა დარჩენილი ის არის იდეოლოგიზირებული და რუსი ხალხის გამოყვანის თუ შეიძლება ასე ითქვას რაღაცა ფორმა. და ამის შემდეგ კამბოლოვი იყო კურჩატოვის ინსტიტუტის დირექტორი. ახალგაზრდების შეიძლება არ ფსანიშნავს, მაგრამ ჩემი თაობისთვის ეს არის ყველაზე ძლიერი ბირთვული ქვია კოლევითი ცენტრის დირექტორი, ანუ ბირთვული იარაღის თუ შეიძლება ასე ითქვას, და მის გენერალური დივანი იყო წლების განმავლობაში. და უცებ ეს ადამიანი აღნიშნე რომ კავალჩუკების, ანუ თავად პუტინთან დაახლოებული ძმების ყველაზე მეტად, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს განწყობებზე, კავალჩუკების სისტემის ნაწილიცაა. დიახ. თუნდაც და შესაბამისად ისინი მართავდნენ, მაგრამ ხა შემთხვევით ხალხ სხვა ადამიანს სხვა დანიშნავდნენ ასეთ ადგილებზე, არა? და ამ ადამიანს უშუალოდ რაღაც ღრმა პროვინციაში, ცხინვალში, რაც თავისთავად უცნაურია და პარალელურად შემოდის აფხაზეთის თემა და პარალელურად აფხაზეთში რუსეთი უშვებს რუსეთის ელჩს, არა დიპლომატს, რომელიც ამდღარ დიპლომატები იყვნენ, არამედ ბელგოროდი მოგეხსენებათ უკრაინას მოსაზღვრე რეგიონი არის რუსეთის, რომელიც იყო უკრაინის შეტევის ერთ-ერთი მსხვერპლი თავის დროზე და ეს გუბერნატორი გლატკოვი პოპულარულ გუბერნატორი, ანუ მან ის გაუმკლავდა, ის ეჩხუბებოდა ცნობილი ფაქტებია, მე კიდევ ვნახე ამ აფხაზებმა გავწერეს, როგორ ეჩხუბება სამხედროებს, იმადა ქვია პირდაპირ ეთერში, როგორ იქცევით, ანუ პოპულარობა მოიპოვა სწორედ აი ამ უკრაინასთან გამკლავებაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ამიტომ აი ესეთ უკვე ფედერაციის დონეზე, ფედერალურ დონეზე წარმატებულ გუბერნატორს ასევე უშვებენ კავკასიაში, სოხუმში. ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ სოხუმისა და ცხინვალის თემა და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს თემაც კი. რაღაც დიდი ხდება აშკარად. კავკასიაში აშკარად კარგავს რუსეთი კავკასიას, უკრაინაში პრობლემები აქვს. ყველა ხედავს რა ხდება უკრაინაში და როგორ სუსტება და როგორ ვერ აღწევს თავის მიზნებს რუსეთი და უნდა გადაარჩინოს რაღაცები სხვაგან. ორი სხვა დიდი რეგიონი აქვს რუსეთს, გარდა დასავლეთ თქვათ ასე ქვია მხარისა უკრაინა, ბელორუსიისა, რომელიც არის მისთვის სლავური სამყაროს ბირთვი, არის კავკასია რუსეთის მნიშვნელოვანი და ცენტრალური აზრი. ამ წუთში ცენტრალურ აზრზე ჩვენ იქაც საერთოდ რაღაცები ხდება. ხო, ახლა ამ წუთში ამას ვერ შევეხებით. კავკასიაში აზერბაიჯანს კარგავს, პრაქტიკულად თურქეთმა გააძლიერა, თქვენ თურქეთს შეეხეთ, გააძლიერა აზერბაიჯანი, შემოვიდა 20 წელს, 100 წელსავე პირველად კავკასიაში დაბრუნდა თურქეთი, ცივილიზაციურად გააძლიერა აზერბაიჯანმა თავის ტერიტორიულ საკითხები მოაგვარა, მეტიც არა თუ მოაგვარა სომხეთთან, თითქმის დაუმეგობრდა კიდევაც სომხეთს. ანუ სომხეთი მეორე სახელმწიფო, რომელსაც პრობლემები ჰქონდა აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რუსეთის იმედზე იყო. და უცებ აი ამ ყველაფერმა სომხეთი თვითონ გაიყვანა აზერბაიჯანზე და თურქეთზე და რუსეთიც კი აღარ ჭირდება უკვე. ანუ თუ გარდა აზერბაიჯანისა სომხეთი ცილდება მოსკოვს, თვითონ პოულობს საერთო ენას თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ევროკავშირთან ფანტასტიკური ჩასვლა იყო ბოლო პერიოდში ერევანში მხარდამჭერი ქვია მაისში პაშინიანისათვის და ერთადერთი სახელმწიფო კავკასიაში, რომელიც ჯიბეში ყავს გამოკეტილი თუ შეიძლება ასე ითქვას, რუსეთს არის საქართველო. მაგრამ საქართველოსთან არანაირი ინსტიტუციონალური ბმა არ აქვს. არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, არ არის დსთ-ს წევრი, არ არის ოდკბ-ს წევრი, არ არის EAS-ის წევრი. 3+3 წევრიც კი არ მონაწილეობს საქართველოში. ანუ ჟენევაში ძალიან დაძაბულ ტემპერატურას წევს ქართული დელეგაცია სხვათა შორის და ყველა უცნაურად აფასებენ. ანუ აშკარად საქართველო ინსტიტუციონალურად არსად არ არის ბმაში. ერთადერთი
ბმარი ბიძინა ივანიშვილი. ანუ რამე რომ მოვიდეს ბიძინა ივანიშვილს, რუსეთი მთლიანად კარგავს საქართველოს, იმიტომ არავით არის პირდაპირ რაღაც ხელშეკრულება, რაღაცა საფუძველი რომ რაღაცა კონდეს რაღაც ურთიერთობები შეინარჩუნოს, არ არსებობს. პატიოსანი სიტყვა ადამიანთა, სხვა არაფერი. აი ამ ფონზე რუსეთი ცდილობს როგორმე აი პროიცაკ ესეთი ცნობილი ფრაზა როცა გასაღები დაკარგულია ღამე, ეძებიქ სადაც განათებული არა, ისაც დაკარგავდი. არამედ ღამეა და ნატურა კიდეა, იქეძებ. რუსეთი ცდილობს თუ რამე შემოშა ფეხის დასადები კავკასიაში, აი ამ ტერიტორიების მაქსიმალური მითვისება, დათვისება, რათა ამით მაინც დააბას მომავალი საქართველო ივანიშვილის გარეშე მაგალითად. და საქართველოს თუ აბავს, მაშინ აბავს სომხეთსაც. სომხეთი მომულია საქართველოზე, პრაქტიკულად სომხეთი ვერანაირ წარმატებას თეორიულად შესაძლებელია და წარმატებას უსურვებ, ნებისმიერ წარმატებას სომხეთისთვის ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პრაქტიკულად ისეა ჩაკეტილი კავკასიაში სომხეთი ისე კეტავს იგივე საქართველოს, რომ თუ საქართველო არ მიდის ევროპისკენ, სომხეთსაც ბლოკავს. ეს თავად სომხებსაც ჩვენივრად აქვთ გაცნობიერებული და ფაშინიანი ამაზე ღიად საუბრობს ჩვენს ევროპარლამენტის ტრიბუნაზე. ვინაიდან საქართველოს არათარი ბმა არ აქვს ინსტიტუციონალურად, თორსა როგორც კი დაიწყება ვინმე რომ დაასოლოს ენა საქართველოს თქვას რომ კარგი იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და რა მოხდა მე დსთ შევიდეთ რაღაცების სიკეთეები გვექნება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მიუღებლობა საზოგადოებაში. რუსეთმა კარგად იცის. სხვა შორის უკან რო გადავახვიდეთ რუსეთისთვის ძალიან სერიოზული შეცდომა იყო ამ ტერიტორიების აღიარება ამ ნაწილში, რომ ეს მუდმივი ზემოქმედების იყო და ქართულ პოლიტიკაში манипуляციის ძალიან გამოყენებად. თან ჩვენ ხო წარსულ შეცდომებს ვერასოდეს ვერაფერს ვერ ვსწავლობ და ისე მშვენივრად წამოვეგებოდით ამ ეტაპზე, რომ თვითონ ჩაკეტეს ეს გზა. მედვედევი თითქოს ყოველწელს თითქოს ბოდიშ სიხდისავით, კი არა, თავს იმართოს არ სხვა გამოსავალი არ სხვა გამოსავალი ანუ აწუხებს, რომ ხდება რომ შეცდომა დაუშვეს, ჯობდა დამოკლეს מחველივით ყოფილიყო მოკიდებული საქართველოსზე ეს აღიარებენ არ აღიარებენ ვიდრე აღიარეს და კარგი არაფერი არა ნამდვილად მაგრამ ამასთან მუშაობა შეიძლება ანუ და ნორმალური მართლობა საქართველოში შეძლებდა გადაელახა ევროპის კონტექსტში იგივე ნატოს კონტექსტში რომელიც ახლა თქვენ შეეხებთ აი შემდეგი კითხვა მაქვს მაგაზე და მოდით ხიდი გავდოთ თქვენ ახლა რუსეთის პერსპექტივით უყურებდით ამ დინამიკას და სიტუაციას ახლა შევხედოთ საქართველოს და თბილისის დინამიკით და არა მარტო საქართველოს ჩემი თხოვნა იქნება ჩვენი ძველი და დარწმუნებული მომავალში მოკავშირეების პერსპექტივითაც. ერთის მხრივ შეიძლება რუსეთთან ფრთხილი ურთიერთობების მომხრეებისათვის ის კონსტრუქცია, რომელიც ახლა თქვენ ააგეთ და ყველა რგოლი აბსოლუტურად ლოგიკური და დასაბუთებულია, არგუმენტს წარმოადგენდეს იმ ხალხისთვის, რომ ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, იმიტომ რომ ჩვენი ფასტა ღირებულება გაიზარდა, იმიტომ რომ გამოდის რომ საქართველოს დარჩა მხოლოდ ზემოქმედების ბერკეტი ამ სამხრეთით უზარმაზარ რეგიონზე რუსეთისთვის და ამიტომ უფრო მეტად ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ მეორეს მხრივ გაჩნდა უზარმაზარი რესურსი სომხეთ-აზერბაიჯანის, თურქეთის ფაქტორის, ცენტრალური აზიის ინტერესების, ანკარაში ტრამპის სტუმრობისა და აი ამ განცხადებების, უკრაინის წარმატებების ფონზე, რომ არიქა ეხლა რაღაცა სიტუაცია შეიქმნა ისეთი, რომ ფანჯარა იხსნება მართლა პირდაპირ გაგებით და რო შევხედოთ აქეთა პერსპექტივიდან რა საშუალება. აქედან არის უნიკალური სამწუხაროდ ქვია ქართულ ოცნებამ ეფექტურად, მაგრამ ძალიან ფარისელურად ააგო კონცეფცია აბომი გინდაც თავის დროზე. როცა ამის არავითარ საფუძველი არ არის, რომ საქართველო არის უაღრესად დაცული და არ არის მარტო რუსეთის პირისპირ. ჩვენ ყავს საკმაოდ სანდო მეგობარი და ეხლა ვისაც ამის არ ჯერა, ეხლა მაინც ნახო რომ თურქეთი არის წამყვანი ფაქტორი ნატოში ყველა მაგიარა ცალკე ტრამპმა და ცალკე ტრამპის აღიარება ეს თუ კიდე განსაკუთრებული მოვლენაა აი სხვა შორის ძალიან სწორად შეჩნდება რატომ ტრამპის და ერდოგანის ურთიერთობა ეს კიდე ცალკე სერია და მათ შორის კიდე პირველი რამით გვანან ერთმანეთს ეხა ეს ჩვენი განსახილველი შეიძლება იყოს მაგრამ ახლა არ არის აქტუალური ახლაც კი ტრამპმა თქვა რომ ერდოგანი რო არ ყოფილიყო მასპინძელთან კარშო ისე ვიყავ ევროპელებზე გაბრაზებული არ ჩავიდოდიო და ამ ერდოგანის ფაქტორის გამოყენება ანუ ტრამპზე პოზიტიური გავლენის რესურსი აი ვიხმაროთ ეს სლენგი აბსოლუტურად გავმასეთ. აბსოლუტურად და ვართ ახლა იმის მტკიცებასა და რკვევაში პროპაგანდა ცალკე და ჩვენ რომ იცით რა ანკარაში კი იყო ჩასული ბოჭორიშვილი. ჩვენ ვამბობთ საერთოდ არაფერ შუაში არ იყო ისინი ძახიან რომ ჩვენ კონფერენციაზე აი ნუ სამარცხვინო და სასაცილო. ამიტომ თავს იმართებენ ესა სამარცხვინო მედვედევის არ იყოს. ანუ რა მოხდა ახლა პრაქტიკულად თუ მე 20 წელს გაგანია ომი მიდიოდა ყარაბაღში
აი ჯერ კი დასრულდა მინდოდა მომესწრო და მოვასწარე. ვიდრე დასრულდებოდა სომარ მოქმედებები, დავწერე დიდი სტატია თურქეთის კეისარმა რომის გადალახა მდინარე რუბიკონი. თურქეთის რუბიკონი. თურქეთის რუბიკონი, ასე ხო? ასე კი სტატიაზე ძალიან ყველა თქვა რომ მოულოდნელი იყო, ნამდვილად პირველ ვადასტურებ რომ თურქეთის შემოდის კავკასიაში. ჯერ არა დასრულებული ომი. მე რუსეთმა ქშიარი გავიტო სომხები და აზერბაიჯანელები და აი ხედავ თურქეთი არც დარჩანს და აქ დამცინეს. და აღმოჩნდა რომ მართალი ვიყავი. ანუ აშკარად დადასტურდა 20 წლიდან მოყოლებული თურქეთის შემოსულია კავკასიაში. თურქეთის ზღვარდა მაშინვე მოახერხა აზერბაიჯანისთვის მხარდაჭერა, ხელი მოეწერა ომის შემდეგ მაშინვე შუშის დეკლარაციას და თურქეთი აძლიერებს აზერბაიჯანს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მმართველობით და რუსეთი მაშინვე გაშეშდა. რუსეთმა შეწყვიტა ყოველგვარი ესეთი ჩართულობები აზერბაიჯანში, გაიყვანა ჯარები სულ მალე, ვერაფერი ფეხი ვერ მოიკიდა და მოსავარია თვითმფრინავი ჩამოგდების შემდეგ ჩვენ ნახეთ როგორ თქვია წელში გამართული ელაპარაკება აზერბაიჯანის ლიდერი რუსეთს და როგორ თავისას მოითხოვ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება თურქეთის სიძლიერის გამო. ამასობაში პაშინიანმა დაიწყო საერთო ურთიერთობების გამონახვა თურქეთთან და ერდოღანი მიყვება ამას. საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო რომელიც ამ კავკასიაში რომელსაც უწერია კონსტიტუციაში ნატოში მივდივართ ერთი და გვაქვს ასპირანტის სტატუსი. სულ რამოდენიმე სახელმწიფო დარჩა რომელიც ჯერ კიდე არ გაწევრიანებულა ნატოში. ეს არის უკრაინა, ეს არის საქართველო, ეს არის ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელსაც აქვთ განაცხადი და მუშაობენ ამ მიმართულებით. ანუ საქართველოზე ჯერ კიდე ჩაკეტა ქვია ოფცია გამორთულია, მაგრამ გაუქმებული არაა. სტატუსი ძალაშია. მაგრამ რასთავარი ახლა ეს ჩვენ გუშინდელი დღევანდელი პრაქტიკულად რეზოლუცია ნატოსი სულაც არ არის იდეალური ვიტყოდი ასე მან პრაქტიკულად უკრაინასაც კი ჯერ შანსები არაფერი არ მისცეს გაწევრიანებაზე მაგრამ ჩემი ფორმულაა შემდეგი რომ ნატოს გარეშე თუ ეხლა ჩვენ ვხედავთ ყველა აქ ცალკე გადაცემა საჭირო თქვენ არ შეგეშლებათ ჩვენ ვხედავთ ნატოში სერიოზულ ცვლილებებს მოდერნიზაციას მას ვხედავთ რეფორმებს ამ ფონზე ამერიკის თქვათ ასე დისტანცირებალა ამერიკა აბსოლუტურად სამართლიანია ტრამპი ცოტა ლაპარაკში არის ცოტა ხოლმე უცნაურ თორე რასაც მგებლობების გადანაწილებაზე როლების გადანაწილება მაგ იარაღი თქვენ მეტი ფული დახარჯეთ დიდი ბოდიში 80% ჩემი იარაღისა ფულისა რესურსებზე ყველაფერი ჩემი ამერიკისა თქვენს ხელი გაანძრიეთ და აბსოლუტურად ვეთანხმებით ანუ ევროპელები ამას ხვდებიან და ნელა-ნელა გაიზრდება ევროპული როლი აშკარად ჩანს იზრდება უკვე ამ ფონზე იზრდება როგორც თურქეთის როლი ყველასთან ერთად თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვილისა ქვია ყველაზე დიდი ნაწილი უფრო დიდად იზრდება ხოლმე რაღაც გარკვეულ პროცესებში ამ ფონზე თურქეთის საციცოცხლო მნიშვნელოვანია შავი ზღვა და კავკასიონი და აქ საქართველო ვართ ერთადერთი კანდიდატი სახელმწიფო რომელიც თურქეთის გვერდში შეიძლება ვიყოთ თანაც თურქეთი არის შავ ზღვაზე და თურქეთი არის კავკასიაში უკრაინას ეხმარება ყველანაირად რუსეთი ხმას ვერ უბედავს აზერბაიჯანი თქვი მაგალითად და უკრაინა მეორე მაგალითია თუ არა პირველი მაგალითი როგორ ეხმარება უკრაინას და როგორ ხმას ვერ იღებს პუტინი თურქეთის წინააღმდეგ იარაღსაც აძლევს პირველი ბაირაქტარები პირველი დრონები ყველაზე კრიტიკული მომენტში რაც თურქეთის დახმარებაა როცა უკრაინა დაიჯერეს გამარჯვება მათაც უპრობლემები ჰქონდათ ახლა აღიარებენ მაგრამ ჩანდა რომ შეუძლებელი იყო ამ ხელა მოსტრის წინააღმდეგ რაღაცა გამარჯვებაზე გიფიქრებ მაშინ აი მაშინ დაეხმარა პირველ რიგში თურქეთი და აი ამ ფონზე უკრაინა არის მხოლოდ შავ ზღვაზე ერთი მოკავშირე მისი აზერბაიჯანი არის მხოლოდ კავკასიაში საქართველო არის შავ ზღვაზე და საქართველო კავკასიაში თურქეთს სასიცოცხლოდ ჭირდება საქართველოსთან კარგი ურთიერთობები მაგრამ საქართველო დღეს არის ძალიან ტოქსიკური და მისი ნდობა არ შეიძლება იმიტომ არ აღმოჩნდა დღეს ასეთ სამართლინო სიტუაცია ისე იმიტომ აღმოჩნდა სამართლინო სიტუაციაში როცა რეგიონზეა საუბარი რეგიონში ტარდება ნატოს სამიტი ანკარაში და ერთ დღეში მანქანით ჩახვალ და თბილისი წარმოდგენილი არ არის იქ თუ რომც არ ვიყო ჩვენ ასპირანტი სახელმწიფო რომც არ გვეწეროს ჩვენ კონსტიტუციაში ნატოში რომ მივდივართ ევროკავშირი ახლა ვლაპარაკობ არა რეგიონის უსაფრთხოებას კეტავ კავკასიონის ქედს კეტავ
კეტა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთ პორტები შენ ხელშია. საქართველოს ხელშია და შენ არ იმყოფები იმ ალიანსის სხდომაზე, სადაც ამ რეგიონის უსაფრთხოებაზე ლაპარაკობენ. ასეთი სამარცხვინო ეპიზოდი თანამედროვე ქართულ ისტორიაში არ ყოფილა, როდესაც შენზე საუბრობენ, შენ გეხება და შენ არ მონაწილეობ ამაში ყველაფერში. რაღაც თეპეშაც კი არ გამოუგზავნია ჩვენთვის რაღაც ხარდასაჭერი და თავს იწონებენ იმით, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრიო კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენცია მართლაც ნორმალური კარგი კონფერენცია, მაგრამ ასე კონფერენციები ხშირად ტარდება სოფლიოში სხვა დღეებში. კონფერენციის ორგანიზატორებმა შეგნებულად სპეციალურად დაამთხვიეს კონფერენცია ნატოს სამიტს. ეს ნორმალურია და ძალიან ხშირად ხდება რაღაც, მაგრამ არაფერი საერთო ამ კონფერენციას არ აქვს ნატოს სამიტთან სახელმწიფოების შეიკრიბება. დიახ, დაასრულეთ და ამიტომ ამ ფონზე ეს იყო საშინელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს ამოვარდნილია რეალობიდან, რუსეთს აძლევს საშუალებას, რომ მანიპულაციები ყველაზე საშინელ სიზმარში და ბოლო წინადადება იქნება, ყველა საშინელ სიზმარში რუსეთს პირველში არ აწყობს საქართველოს თურქეთის ურთიერთობა უსაფრთხოების საკითხებში. ამიტომ ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქართული ოცნება არის პრორუსული. აი ამ თემაში არის რუსული პოლიტიზატორები. ანუ როცა ხარ პრორუსული, შენ პოლიტიკას ატარებს სხვა სახელმწიფოს ინტერესებთან შესაბამისად. ჩვენ ვატარებთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ სხვა სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. აბსოლუტურად გეთანხმებით, ერთ დეტალს დავამატებთ ხოლმე ჩვენ მხრიდან, რადგან არის საზოგადოებაში ნაწილი, რომელიც თურქული გავლენის ზრდას შიშის თვალით უყურებს, ზუსტად აქაც არსებობს ამის ანტიდოტი და ისეთი, რომელშიც თურქეთი ცუც ვერაფერს ვერ დაინახავს, ეს არის სწორედ ჩვენი ევროკავშირის წევრობა, სადაც ევროკავშირი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესით, თურქეთი პირველ რიგში სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კავკასიის უსაფრთხოების კონტექსტი და ნატოსში ჩვენი დაახლოების ინტერესით ერთმანეთთან წინააღმდეგობაში კი არ მოდიან, ერთმანეთს ავსებენ და ერთი მეორეს აბალანსებს ამავე დროს. ამიტომ არა მარტო ევროკავშირი ჩვენ თურქეთს ნატოზე ველაპარაკებით, არა მარტო უნდა ველაპარაკებოთ, არა მარტო ანკარაში, არამედ ბრიუსელშიც. რა თქმა უნდა. ასევე ევროკავშირზე, თურქეთის მიდის ევროკავშირში. და ჩვენ თურქეთს ველაპარაკებით ევროკავშირზე, არა მარტო ანკარაში, ასევე ბრიუსელში. ეს თო გავითვალისწინოთ, რომ თურქეთი დღეს არის უაღრესად თანამედროვე სისტემაში ჩართული წამყვანი სახელმწიფო და დაბალანსებული არის უამრავ. ერთადერთი სახელმწიფო, ვის არის ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი საზღვრებზე. ეს არის მხოლოდ თურქეთი. 1 სანტიმეტრი გვაქვს ხელი მოწერილი. მადლობა კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარიაშვილს, ჩვენი საეთერო დრო დღეს ამ დამოიწურა, გემშვიდობებით, შეხვდებით ერთმანეთს უკვე პარასკევს ნახვამდის.